უამინდობას ბათუმში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია. არსებული მონაცემები დღეს ქალაქის ქუჩები არ დატბორილა. დღესვე სამთავრობო შტაბის ხდომა გაიმართა. შტაბის ხელმძღვანელობა ნუგზარ სურმანიძემ განაცხადა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად გზა ჩაიხერგა. რა მდგომარეობაა ქალაქში, დეტალებზე ქეთი ჭყონია ისაუბრებს. სინოპტიკოსების ცნობით ბათუმის სანაპიროსთან ამ დროისთვის 5-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. შეიძლება ითქვას, რომ უამინდობის მიუხედავად ჯერჯერობით სერიოზული პრობლემები რეგიონში არ შექმნილა. საშტორმო მდგომარეობის მიუხედავად არ არის დაზიანებული სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია და არც ქალაქის ქუჩებია დატბორილი. სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას არ პროგნოზირებენ, თუმცა აცხადებენ, რომ წვიმიანი ამინდები რამდენიმე დღის განმავლობაში შენერჩუნდება. მათივე ინფორმაციით გოდერძის უხელტეხილზე უახლოეს დღეებში პირველი თოვლია მოსალოდნელი. ამეღამ შენარჩუნებული იქნება წვიმა დრო გამოშვებით ძლიერი, იქროლებს დასავლეთის ქარი, ხვალ დღისით შესუსტდება პროცესი, დრო გამოშვებით წვიმას ვარაუდობთ, დღის ბოლოსთვის უნდა გამოიდაროს. მაღალმთიან რეგიონში ვფიქრობთ, რომ მაღალ მთაში სადღაც გოდერძის უხელტეხილზე ზღვის დონიდან 2500 მეტრზე წამოთოვს და ალბათ ამ დღეებში პირველი თოვლი მოვა და შემდეგ უკვე წავა სტაბილურობისკენ ამინდი. აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის განცხადებით უამინდობა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელიც დროებითი ტენტებით გადახურეს. ამ დროისთვის სამაშველო სამსახურში სულ 10-მდე შეტყობინებაა შესული. დღეს დილიდან გვაქვს ორი შემთხვევა, ერთი ქობულეთში და მეორე ბათუმში. სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით ქობულეთის სამაშველო სააგენტოს ჯგუფი უკვე გასულია ქობულეთის მიმართულებით. ქობულეთის გამგეობა მიუტანს ტენს და ჩვენი ბიჭები დაეხმარებიან, რომ დროებით გადახურონ ეს შენობა. ასევე ეხლავე გავიდა ჩვენი ქალაქ ბათუმის სწრაფი რეაგირების ჯგუფი შვისევსკის ქუჩაზე, სადაც იგივე მდგომარეობა, ქალაქის მერია იქაც მიიტანს ტენს და დავეხმარებით გადავხუროთ სახურავი დროებით, მანამ არ გამოვა ამინდები. დღეს დილით აჭარის მთავრობაში სამთავრობო შტაბის ხდომა გაიმართა. ხდომაზე მუნიციპალიტეტებიდან შემოსული ინფორმაციების შეაჯამეს და პრევენციული ღონისძიებები შეიმუშავეს. ხდომას აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, ვიცე-მერები, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი და კომპანიების ბათუმის წყლისა და ენერგოპროჯორჯიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით ჯერჯერობით ყველა არხი გამტარ უნარიანია. საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით ქალაქის ყველა სამსახური ასევე სამაშველო სახანძრო სამსახურებით მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ჩვენ ველოდებოდით 4 მიმართულებით სიტუაციის გართულებას, ეს იყო შეიძლება ყოფილიყო ძლიერი შტორმი, შესაბამისი აქედან გამომდინარე ინგრევებით, რაც შეიძლება მოყოლოდა საბედნიეროდ ეს არ არის. მეორე იყო წყალდიდობები, მდინარეების ადიდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ერთი შემთხვევა ქედის რაიონში, სადაც მდინარე და რამდენიმე ოჯახს მიაყენა სიანი, წაიღო საკრატმედო ნაკვეთები, მაგრამ ადამიანის საფრთხე არ შეუქმნა. მესამე მიმართულება ეს გახლავთ დატბორვები ქალაქის ტერიტორიებზე, საბედნიეროდ ქალაქის ტერიტორია არ არის დატბორილი და მეოთხე მიმართულება გახლავთ მეწყერული პროცესების გამწვავება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ქობულეთის რაიონი, რამდენიმე სოფელია, სადაც მეწყერული პროცესები განვითარდა. სრული მონიტორინგი გვაქვს დაწესებული იმ პრობლემებზე, თუ რაც ხდება ყველა რესურსით, არსებული რესურსით აჭარაში გამოყენებით, ეს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო, ესაა სამთავრობო სტრუქტურები. ხმოვნალი ქიმიანობამ გამოიწვია მდინარეებში, ყორულის წყალში და ჩაქვის წყალში ადდება. შესაბამისად აიმუღრა წყალიც. გამომდინარე აქედან ჩვენ ფაქტიურად ძველ ქსელზე ვინც არის ის აბონენტები გათიშული გვაქვს, აღარ მიეწოდება არც ჩაქვიდან, არც ყორულის წყლიდან. ახალი ქსელი გამართულად მუშაობს და სრულად მუშაობს, არანაირი დაფრთხილება არ არის. დაზიანებები და დატურვები არ ყოფილა, მუშაობდა შესაბამისი ტექნიკა, მობილიზებული იყო ზღვაში გამსვლელ არხებზე. ზღვაში გამსვლელ არხები მუშაობა გამართულად, შესაბამისად დატურვის საფრთხე და საშუალება არ წარმოქმნილა. ამ სუთისთვის გახსნილია ყველა ზღვაში გამსვლელი არხი, ტექნიკა მაინც არის მობილიზებული გაუნის გავარცების შემთხვევაში და ნორმალური სიტუაცია, არც დატბორვა გვაქვს, არც დაზიანებები. რაც შეეხება ზარალს, ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში მიყენებულ ზარალს მუნიციპალიტეტები თავად ითვლიან და შეჯამებულ ინფორმაციას ისინი მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ.